23 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩინეთში ქალაქ პეკინში საქართველოს კულტურის დღეები მოეწყობა. ღონისძიებაში მონაწილეობას ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლები რუსთავი და ბათუმი იღებენ. 2 აგვისტოს ქართული ანსამბლის პირველი საკონცერტო გამოსვლა მოეწყობა. 3 აგვისტოს კი სახელმწიფო ანსამბლები ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზ ძინთაის სცენაზე წარსდგებიან. კონცერტს ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და პეკინში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი პაჭკორიას მიერ დამზადებული კერამიკის, კერძოდ ქართული ღვინის ჭურჭლის მინებაწების გამოფენა. აგვისტოს დასაწყისში გაიმართება საქართველოს კულტურის დღეები ჩინეთში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. საქართველოს ეს კარგი მოვლენაა თავისთავად, იმიტომ რომ მოგეხსენათ კულტურის დღეები ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ფორმა კულტურათა შორისი დიალოგის და მისი გაღრმავების საშუალება. წარსდგება საქართველოს 2 ანსამბლით და ერთი ხელოვანი გამოყენებითი ხელოვნების, ასე ვთქვათ, დარგში მომუშავე ხელოვანით.